ფოთის სპორტში ტვირთბრუნვა მზარდია APM ტერმინალს ფოთის მეორე კვარტლის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საკონტეინერო გადაზიდვებით 11%, ხოლო გენერალური ტვირთების დამუშავება 38%-ით გაიზარდა. პარალელურად კომპანია წლის ბოლომდე $7 მილიონ მეტ ინვესტიციას განახორციელებს ახალი ტექნიკის შესაძლებლად, რაც სპორტს ტვირთბრუნვის კიდევ უფრო გაზრდისა და გაზრდილ მოთხოვნაზე ეფექტიანად რეაგირების შესაძლებლობას მისცემს ასეთია გეგმა. რა განაპირობებს შედეგებს, რომელიც გამოქვეყნებულია და მიღებულია, რამდენად მდგრადია ზრდის ტენდენცია და რა იქნება ინვესტიციების გავლენა სპორტის მომავალ განვითარებაზე. ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია APM ტერმინალს ფოთის ადმინისტრაციის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. მოგესალმებით ბატონ ზვიად და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, ალბათ გადაგიხადოთ თქვენ ინტერესებს. ბატონ ზვიად, მაინც რომ დავიწყოთ უფრო ზოგადი შეფასებით, მონაცემები, რომელიც გამოაქვეყნა კომპანიამ, რამ განაპირობა, როგორი იყო თქვენი შეფასებით, მაინც თქვენი თვალით დანახულია შედეგები და ეს რიცხვები რაზე მეტყველებს? რამ განაპირობა ესეთი ზრდა? დიახ, ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას, თქვენ იცით რომ 2025 წლის სრული წელი რომ ავიღოთ ჩვენს გამტარუნარიანობის ზღვარს გადავაცილეთ და ისტორიული რეკორდი დავამყარეთ 636,000 ტეულზე მეტი დავამუშავეთ, როდესაც ჩვენი წლიური გამტარუნარიანობა არის 600,000 ტეულ წელიწადში. ეს განაპირობა ერთის მხრივ საომარმა სიტუაციამ და სანქციებმა, რომელიც ჩრდილოეთ დერეფანს აქვს დაკისრებული, აგრეთვე სამხრეთ დერეფნიდან გადმომისამართა ნაწილობრივ ტვირთები, მაგრამ ყველაზე მთავარი და ყველაზე უმთავრესი არის ის, რომ ჩვენს რეგიონში კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში კონტეინერიზაცია მოიმატა, ანუ ტვირთების კონტეინერით გადაზიდვის ტენდენციის ზრდა შეიმჩნევა და თქვენ ნახეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს ჩვენ რეკორდული წელი ჰქონდა და 17%-იანი მატება ჰქონდა 2024 წელთან შედარებით, ჩვენ უკვე მეორე კვარტალის მონაცემებს ვავიღებთ 2026-ის, ჩვენ კვლავ 11%-იანი ზრდა გვაქვს, ანუ ზრდა გრძელდება. და თუ ჩვენ დაახლოებით ბოლო 4 წლის წრილში ავიღებთ, ჩვენ სტაბილური ზრდა გვაქვს. ანუ ეს არ არის რაღაც ერთჯერადი ზრდა, რომელიც დაფიქსირდა და ვთქვათ, შემდგომში უკვე ტვირთი გადამისამართა. და თქვენ აღნიშნეთ, რომ საკონტეინერო ტვირთები არის გაზრდილი და საკონტეინერო გემების შემოსვლის რაოდენობას თქვენი ანგარიშის მიხედვით არის მომატებული. ამას აქვს გარკვეული მიზეზები, ვთქვათ, საერთაშორისო და გლობალურ ბაზარზე ქცევა შეიცვალა თუ უბრალოდ დამთხევა იყო? რა განაპირობებს? დამთხევა ნამდვილად არ იყო. ჩვენ თუ ავიღებთ, ვთქვათ, 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომამდე მდგომარეობასაც, ჩვენ ყოველთვის კონტეინერების მიმართულებით სტაბილური ზრდა ჰქონდა. აქ არის საუბარი ტვირთის სახეობაზე, რომელიც ისტორიულად ყოველთვის არა კონტეინერით, არამედ სხვა სატრანსპორტო საშუალებებით გადაიზიდებოდა და ახლა უკვე ჩვენ გვაქვს სახეზე კონტეინერიზაციის, ანუ ტვირთების კონტეინერში გადატანის და უკვე კონტეინერით გადაზიდვის ტენდენციის ზრდა. რასაც საკმაოდ დიდი სამუშაო ახლდა წინასწარი, ჩვენ იცით რომ ჩვენ წარმომადგენლობა გვაქვს ყაზახეთში, ჩვენ მუდმივად ვესწრებით ფორუმებს და ვცდილობთ აბსოლუტურად ყველას გავაცნოთ ის შესაძლებლობა, რაც თანახლავს კონტეინერის ტვირთის გადაზიდვას. ეს არის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა, რაც მაერს ჯგუფის საქართველოში შემოსვლას თანახლავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ექსპერტიზა, რომელიც 100 წელზე მეტ შეადგენს უკვე გაუზიაროთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს და ამან იმუშავა შედეგის სახეზე გვაქვს და კონტეინერიზაციას უკვე მზარდი ხასიათი აქვს. ბატონ ზვიად, დაახლოებით როგორი ტრენდია, როგორი ტენდენცია ეს ზრდის და როგორ ფიქრობთ წლის ბოლომდე თქვენი სამიზნე მაჩვენებელი როგორია და როგორ მიხვალთ საკონტეინერო ტვირთების ზრდის თვალსაზრისით? ალბათ რა თქმა უნდა გექნებათ ეს გეგმა გაწერილი წინასწარ. რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს როგორც მოკლევადიანი გეგმა, აგრეთვე გრძელვადიანი გეგმები. გრძელვადიანი გეგმა თქვენ იცით რომ არის ახალი ნავსადგურის მშენებლობა, ეს არის ჩვენი ფოთის სპორტის განვითარების პროექტი, რომელიც ჩვენ ჩრდილოეთ ნაწილზე არსებულ ტერიტორიაზე გვაქვს დაგეგმილი და მასთან დაკავშირებით ჩვენ ვახორციელებთ მოლაპარაკებებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. ამავდროულად ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი გეგმები. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ მომატებულ ნაკადს. მე ვახსენე, რომ ჩვენი გამტარუნარიანობაზე მეტი შევძელით, ეს განხორციელდა ჩვენ სპორტში არსებული APM ტერმინალში დანერგილი მუდმივი გაუმჯობესების პროცედურებით, რაც თავის მხრივ მოიცავს
გემის დამუშავების პროცედურების გაზრდას, რომ დრო შემცირდეს. შესაბამისად, ჩვენ მივახციეთ იმას, რომ დამუშავების დრო შევამცირეთ, შესაბამისად წლის განმავლობაში მეტ გემს მოვემსახურეთ და მეტი კონტეინერი დავამუშავეთ. აგრეთვე ზრდა გვაქვს ჩვენ ნაყარი ტვირთების მიმართულებით, ზრდა გვაქვს აგრეთვე საბორნე მიმართულებით. ეს განხორციელდა შიდა პროცედურებით და გაუმჯობესების პროცედურებით და კვლავ გავიმეორებ, რომ იმ ურთიერთობით, რა ურთიერთობა ჩვენ გვაგვაჩნია ფოთის სპორტის გარშემო არსებულ ოფტოპ ტერმინალებთან და აგრეთვე საბაჟოსთან, რკინიგზასთან, სასაზღვროსთან. ეს ყველაფერი პროცედურების დამუშავების გაუმჯობესება აისახა უკვე ამ რეალობაში, მაგრამ რა თქმა უნდა, არ შეიძლება ყოველთვის იყოს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გამტარუნარიანობას გადავაჭარბოთ. შესაბამისად, ჩვენ დავსახეთ მიზნად და გადავწყვეტეთ, რომ უკვე შევიძინეთ მე-6 ამწე, ეს არის მობილური საპორტო ამწე, რომელიც მრავალფუნქციური არის, მომემსახურება არა მხოლოდ საკონტეინერო გემებს, არამედ გენერალურ ტვირთებს, ნაყარ ტვირთებს. შესაბამისად, ჩვენ უკვე წლის ბოლოს გამტარუნარიანობას გავზრდით 50,000 TEU კონტეინერით და დავაფიქსირებთ, რომ 650,000 TEU იქნება ფოთის სპორტის გამტარუნარიანობა. ამით ჩვენ დამატებით სიმძლავრეს შევმატებთ როგორც საქართველოს, აგრეთვე ჩვენ მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ცენტრალური აზიის დერეფანთან, ეს არის ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი და ჩათვალეთ, რომ საქართველოს თავისი ინვესტიცია და APM ტერმინალი თავისი ინვესტიციით მთლიანი შუა დერეფნის გამტარუნარიანობას გაზრდით 50,000 TEU-ით. ბატონო ზვია, თქვენ რადგან ინვესტიციას დებთ ამ საოპერაციო მიმართულების გამარტივებისკენ, მოლოდინიც გაქვთ, რომ შესაბამისად ეს გაზრდილი მოთხოვნა ისევ შენარჩუნდება გრძელვადიანად, ხო? ასე გამოდის. რა გაძლევთ ამ მოლოდინის საფუძველს? რომ ეს არ არის თქვა დროებითი ინტერესი ამ დერეფნის მიმართ და მათ შორის ფოთის სპორტის მიმართ. ამის მოლოდინის საფუძველს გვაძლევს პირველ რიგში ის ანალიზი, რომ თუნდაც სანქციებამდეც ცოტა, მაგრამ სტაბილური ზრდა იყო კონტეინერების მიმართულებით, აგრეთვე ზრდა გაგრძელდა უკვე სანქციების შემდგომად. ახლა ჩვენ როდესაც შევინარჩუნებთ ამ ნაკადს, მაგალითად APM ტერმინალს აქვს ორი მხრივ ინვესტიცია, ხო, მოკლევადიანში მევახსენე, რომ დაახლოებით 7,5 მილიონამდე ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციას, აგრეთვე გრძელვადიან ინვესტიციაში ფოთის ახალი პორტის პროექტი, ეს არის დაახლოებით 350 მილიონიანი პროექტი და სრულად ახალი შესაძლებლობები მიეცემა შუა დერეფანს. აგრეთვე დადების ტენდენცია არის იმ მიმართულებით, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები, დაწყებული ყაზახეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ყველა ანვითარებს მათ სპორტებს, ყველა ანვითარებს რკინიგზას, თქვენ იცით, რომ საქართველოს რკინიგზამაც გააორმაგა გამტარუნარიანობა, ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა საქართველოშიც. ანუ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ როდესაც უკვე დავასრულოთ უკვე საბოლოოდ საინვესტიციო მიმართულებით უკვე ზრდას, ჩვენ უკვე დავეწევით თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებს და ჩვენ უკვე ვიქნებით კონკურენტუნარიანი დერეფანი. ანუ აქ არის საუბარი, რომ ეს ტვირთები არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ და გავამკლავოთ, არამედ უნდა გავიხედოთ მომავლისკენ და ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი ჩრდილოეთ და სამხრეთ დერეფანთან შედარებით. ეს უნდა იყოს არჩევანი და არა თქვათ იძულება, როდესაც სადმე სანქცია არის და გადმომისამართ და ეს დერეფანი უნდა იყოს არჩევითი დერეფანი და ეს უნდა იყოს კონკურენტუნარი დერეფანი. ძალიან საინტერესო თემა შეეხეთ, არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ ამ ეთარში სხვა სტუმრებთან ერთად და თქვენც მინდა კითხოთ აუცილებლად. ხშირად იყო ხოლმე, როდესაც გლობალურად იქმნებოდა კრიზისი, ხშირად გადმომისამართება სწორედ დროებით ხდებოდა. ძალიან დიდი ინტერესი, მუდმივ იმ კონკრეტულ დროის მონაკვეთში ძალიან გადატვირთული ინტერესი, ასე რომ ვთქვათ, შუა დერეფნის მიმართ, მაგრამ შემდეგ ეს პროცესები ლაგდებოდა და ისევ უბრუნდებოდა თითქმის ყველაფერი თავის ძველ ადგილს. ეხლა რა პროცესებიც არის დაწყებული მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ასევე სხვა ინტერესები, რომელიც უფრო ხმამაღლა გამოიხატა შუა დერეფნის მიმართ. ეს თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია, რომ ალტერნატიული კი არ იყოს ეს გზა, რომ სათადარიგო კი არ იყოს შუა დერეფანი, არამედ მუდმივად მოხმარებადი კონკურენტუნარიან დერეფნად ჩამოყალიბდეს და ამისთვის რა არის საჭირო ინფრასტრუქტურის გარდა? დიახ, ტენდენცია აშკარად დადებითი არის. თქვენ მართალი ხართ, იყო პერიოდი, როდესაც ფაგზნობი მატება იყო და მე შეიმჩნევდა, უფრო კლებას ვერ დავარქვე, მაგრამ არა იმ ოდენობით ზრდა, როდესაც ჩვენ სტაბილურად გვექნებოდა დიდი ოდენობით თქვათ ორნიშნა ზრდა, ხო? აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენი დერეფანი ზუსტად იმისგან გამომდინარე, რომ არ იყო თქვათ
სტაბილურად განვითარებადი და იკარგებოდა, როდესაც უკვე სანქციები, თქვათ, რაღაც საომარი მდგომარეობა სრულდებოდა, გლობალური მიწოდების ჯაჭვში თავარი არის სტაბილური მიწოდება. ასი დრო არის ცალსახად მნიშვნელოვანი, მაგრამ აგრეთვე არის სტაბილური მიწოდება. ჩვენმა დერეფანმა აჩვენა, რომ ნებისმიერი კრიზისის დროს ეს არის სტაბილური დერეფანი. ეს გვაძლევს ჩვენ იმედს, რომ მომავალში, ოღონდ როდესაც ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციას, თუ ჩვენ ინვესტიცია არ განვახორციელებთ და ჩვენი გამტარუნარიანობა არ გაიზარდა, აქ მე ერთიანად ვიძახე რკინიგზას, საპორტოც, საავტომობილოც, ანუ ჯამურად ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენი გამტარუნარიანობა, როგორც საქართველოს გამავალი დერეფნის გაიზარდოს. თუ ჩვენ ამას მივახდევთ, აუცილებლად დავიტოვებთ საკმაოდ ოდენობისთვის, რაც ჩვენთვის იქნება პერიოდული ზრდა, რადგან სტაბილური დერეფანი ყოველთვის არის მიმზიდველი და ჩვენმა დერეფანმა აჩვენა ზუსტად, რომ რამდენიმე კრიზისის დროს, როდესაც ჩვენ გავუმკლავდით და მერე თქვათ გადამისამართა კვლავ, ეს აღარ უნდა განხორციელდეს. როგორც მინიმუმ საუკეთესო ალტერნატივა ჩვენ უკვე ვართ და ეს არის სტაბილური ალტერნატივა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზვია, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო APM ტერმინალს ფოთის ადმინისტრაციის დირექტორი ზვია ჩხარტიშვილი. წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ კი განვაგრძობთ ეთერს სხვა თემით.